მოკლედ Vim-ის სწავლა დავიწყე და უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. შემთხვევას კონტროლზე აღარ შველის. ერთადერთი რამ, რასაც შემიძლია რომ Vim-ი შევადარო, ეს არის დამოკიდებულება ნებისმიერი ნარკოტიკის ან მავნე ნივთიერების. იცი რომ ცუდია, მაგრამ თავის განებება უბრალოდ შეუძლებელია. დღევანდელ ვიდეოში ნახავთ რა არის საერთოდ Vim-ი, რატომ გადაწყვიტეს სწავლა და როგორ მოვახერხე საერთოდ ეს ყველაფერი. დარჩი ვიდეოს ბოლომდე, რადგან არ გამოტოვო საინტერესო მომენტები. არსებობს უამრავი code editor-ი და IDE-ები, VS Code, Visual Studio, Rider, WebStorm, Sublime, Notepad++-ი და ასე შემდეგ. ნორმალურ დეველოპერს ურჩევნია კოდი წეროს კომფორტულ ედიტორში, სადაც სწრაფად და მარტივად გააკეთებს თავის საქმეს. მაგრამ არსებობს დეველოპერების კატეგორია, Linux-ის მოყვარული პოხუისტი ულოშებიანი კომანდა, რომლებიც ირჩევენ Vim-ს. Vim ეს არის პრიმიტიული ტერმინალზე დაფუძნებული ტექსტ ედიტორი, სადაც არ გაქვს არანაირი მაუსი, ყველა ოპერაცია სრულდება მხოლოდ და მხოლოდ კლავიატურის გამოყენებით და გიწევს დაიზეპირო ასობით შორტკათი და კლავიშების კომბინაცია, რომ იმუშაო კოდთან. თუნდაც ეს იქნება დასეივება, ფაილზე გადასვლა ან უბრალოდ ტექსტის წაშლა. Stack Overflow სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით დეველოპერების 25% იყენებს Vim-ს და დღევანდელ ვიდეოში მე შევეცდები დავაყენო, გავმართო და ვისწავლო Vim-ი და გავიგო თუ რატომ იყენებს მას დეველოპერები და რეალურად რა არის Vim-ის ბენეფიტები. Vim on Windows. Windsurf შეამჩნიეთ, Google უკვე ავტომატურად თავის ჩაშენებული AI პასუხობს ხოლმე პირდაპირ search-ing-ის დროს, რაც საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ ჯერ ვერ შევეჩვიე და მგონი ვიპოვეთ Vim-ის ოფიციალური საიტი, ანუ საიტივე საიტს Vim-ის შემქმნელებმა CSS-ი არ იცოდნენ. იდეაში ისეთივე ნაგავი და მახინჯია ეს საიტი, როგორც თვითონ Vim-ის default editor-ი. მაგრამ აქ ერთი ყურადღება მიიქცია აი ამან. Buy the Vim book. არსებობს რამდენიმე წიგნი Vim-ზე. სანამ ჯერ საერთოდ პროგრამირების ენის წერას დაიწყებ, ჯერ წიგნი უნდა წაიკითხო იმისთვის, რომ ნახო Vim-ში როგორ დაასეივა ფაილი. მაგალითად Mastering Vim. $48, ნუ ფაქტობრივად $49 ამას დაემატება ჩამოტანის ფული, მაგრამ მე არასდროს არ მივესალმები წიგნებს, იმიტომ რომ მარკეტინგული ხრიკია ინტერნეტისთვის არსებობს. დიდად პროგრამირებაზეც წიგნებს არ უწევ რეკომენდაციას, მაგრამ არსებობს რამდენიმე მართლა კარგი წიგნი პროგრამირებაზე, software სტრუქტურაზე, როგორ უნდა გააკეთო რაღაცები, ასევე ალგორითმებზე, რომელიც შემიძლია ამას ცალკე ვიდეო გავაკეთო. ესე იგი, რას შეისწავლი? The most recent Vim, GVim and new Vim version installed. ნუ Vim-ი როგორც ვიცით, კი არა და როგორც ვიცი არის პირდაპირ dash core Vim-ის რაც არის. GVim-ი არის კიდე რომელიც არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ გრაფიკული რაღაცი იქნება და new Vim-ი არის Vim-ის upgrade-ებული ვერსია, სადაც უკვე პლაგინები შეგვიძლია დავაყენოთ რაღაც გავსი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ანუ აქ არის ისეთი bullet point-ი, ანუ ნავიგაცია და ტექსტის ედიტირება, რომელიც ინსტინქტურ დონეზე უნდა გქონდეს ყველა დეველოპერს და არა დეველოპერს, რომელიც უბრალოდ კომპიუტერთან დაჯდება, ეს უნდა შეეძლოს, მაგრამ არა. Vim-ში ეს უნდა ისწავლო, ფულია და ამისთვის დაჭერით წიგნის გჭირდება. MS Windows-ისთვის ჩვენ გვინდა 64 ბიტიანი. კარგი, ასე გჭირდება პირდაპირ Neo Vim-ი, იმიტომ რომ შემდეგ პლაგინები უნდა დავაყენოთ. Install now, გვინდა Linux-ი არა და Windows-ი. კარგი, აქ ასევე პოსტი ვიპოვი რაღაც blog.codeminer42.com-ზე, სადაც არის a noob's Neo Vim journey და თუ რამე ჩავხედოთ აქ. კარგი, Vim-ი დავაყენე, ამიტომ ეხლა შემიძლია თავისუფლად გავხსნა CMD იგივე command line-ი, nvim მაგიური ბრძანებით, როცა დავუწვევით enter-ს. Okay, არ ვიცით ეს რა არის, მაგრამ გვეუბნება რომ enter-ს დააწექით, ამიტომ რატომაც არა. Type help. ნუ help როგორ უნდა ვუკრიფოთ? ჩვენ გვჭირდება GPT. How to write command in Neo Vim. Enter command line mode in Neo Vim, press ორი წერტილი, ანუ command line mode-ში რო გადახვიდეთო დააწაკით ორ წერტილს. Okay. Okay. ორი წერტილი თქვევით, აი აქ უკვე შეგვიძლია დავწეროთ კომანდები და პირველი იყო help, ხო? აქ ეს არის help txt. Okay, what a normal mode command, visual mode command, insert mode. აქ მაინც ვერაფერს ვერ გავიგებ მე ასე ზერთ, ამიტომ to exit from Neo Vim. ესე იგი, ორი წერტილი და Q ნიშნავს გამოსვლას, only work if you have not made change. ანუ მუშაობს მაშინა, როცა შენ არ გაქვს გაკეთებული change-ებიო. ხოლო თუ გინდა save, ანუ დასეივების გარეშე, ანუ პირდაპირ ყოველგვარი კონდიშენების გარეშეო გამოსვლა, ესე პირდაპირ მაშინ Q და ძახილის ნიშანი. Okay? წერო Q და ძახილის ნიშანი.
ჩემი პირველი კომანდი Vim-ზე და მე უკვე ვიცი Vim-ის ჩართვა და Vim-დან გამოსვლა. კარგი, ახლა ჩემი მიზანია რომ შევქმნე ჩემი პირველი txt ფაილი, .soft.txt. გამოიწერეთ არქი ეს უფასოა. დარწმუნებული ვარ ეხა Ctrl S რო დავაჭირო არაფერი არ დასეივდება. 1 საათიანი და 14 წუთიანი ტუტორიალია Vim-ი beginner-ებისთვის. ანუ editors სტათმობილი 1 საათი და 14 წუთიანი ვიდეო რომ უბრალოდ გამოყენება ვისწავლოთ editor-თან. Time-კოდები არა აქვს? ანუ არ შეგიძლია უბრალოდ მითხრა ფაილი როგორ დავასეივო ან აქ. Time-კოდებიც არა. საათ და 14 წუთიანი ვიდეო ჩართვე იმისთვის რომ გავიგო ფაილი როგორ დავასეივო. ნუ რა თქმა უნდა სეივისთვისაც კომანდი გვჭირდება და ნუ რაც შემოკლებით ნიშნავს write, ანუ დააწერს. ხო იყო shift და 2 წერტილი. How to enable normal mode. სავარაუდოდ normal mode-ში როცა ხარ რაღაც მოდებია და normal mode-ში წერ უკვე კომანდები. Escape ხილაკით. Escape ხილაკით გამოდივართ command mode-ში და ჩვენ გვჭირდება 2 წერტილი W და save და ეხლა უნდა გამოვიდეთ 2 წერტილი Q. ეგ არის. ეხლა უნდა შემოწყოთ და save და თუ არა. George-Soft-ი მოდი გავხსნათ notepad-ით. Yo, ესე ჩვენი პირველი ტექსტი Vim-ით. GPT ასევე გვეუბნება რომ შენ შეგიძლია movie JKL ამით არის movement-ი და H კი ბატონო L-ი აქეთ. აჰა, K მაღლა J ქვევით. Fuck, ვინ ჯანდაბამ ჩათვალა საჭიროთ რომ ტექსტებს შორის movement-ი უნდა ყოფილიყო ამით. რომ მოვიდა Vim-ის ყველაზე მტკივნეული და რთული ნაწილის. ეს არის shortcut-ები. ეხლა დროა დავიზეპირო უამრავი ალოგიკური და საერთოდ მიწიდან ამოთხრილი უაზროდ გაკეთებული shortcut-ები, რადგან შეუძლო Vim-თან მუშაობა. ხოლო ამისთვის კი მე მჭირდება გადარჩენის და გაქცევის გეგმა. შემდეგ სერიებში Tourniquet ცდილობს მაქსიმალურად გამართოს Vim-ი თავის გემოზე და დააყენოს პლაგინები. და ასევე მას აქვს პრეტენზია რომ უკვე გააკეთოს თავისი Vim ედიტორი, რომელსაც გამოაქვეყნებს GitHub-ზე. ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე და რა თქმა უნდა გამოიწერეთ არხი. და ხო, აუცილებლად დაალაიქით ვიდეო თუ არ გინდათ რომ George-Soft-მა გამი შემოიპაროს თქვენს ოთახებში და ჩუმად დაგიყენოთ Vim-ი. ანუ ჩვეულებრივად მატრიცაში მგონია თავი, ანუ კლავიატურაზე რაღაც კომბინაციებს აკეთებ, ბახტ მთელი სამყაროს წყობა იცვლება. ChatGPT-ს თხოვე რომ მოეცა basic shortcut-ების, ასე ვთქვათ, გაიდი, რომელიც დამწყებს სჭირდება Vim-ისთვის. დავიწყოთ mode-ებით, გვაქვს 3 mode, ეს არის normal mode, insert mode და visual mode. რა არის normal mode? ნუ normal mode-ში გადავდივართ escape ხილაკით და 2 წერტილით შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერი კომანდი. ეს იქნება ფაილის დასეივება, რაღაც გადართვა თუ ასე შენ. შემდეგ არის insert mode, ის ვაწვევით, უბრალოდ აი აქ გამოდივართ, ის ვაწვევით და გადავდივართ insert mode-ში, სადაც უბრალოდ გვაქვს typing-ის, ანუ ეგრეთ წოდებული წერის უფლება, აქ არანაირი კომანდი და კლავიშების კომბინაცია არ მოქმედებს, ამიტომ შეგვიძლია ნებისმიერ რამე ვწეროთ. და მესამე mode ეს არის visual mode, ანუ vis ვაწვევით და გადავდივართ visual mode-ში, სადაც შეგვიძლია მოვასელექტოთ ტექსტი, მოახდინოთ მასზე манипуляცია, change, cut, delete და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი custom. კარგი, პირველ რიგში ხა გადავიდე normal mode-ზე და გაჩვენებთ რა ნავიგაცია ვისწავლე. პირველ რიგში მე თუ მინდა დავბრუნდე line-ის თავში, ან დასაწყისში, ვაწვევი ნულიანს და მარტივად გადავდივარ line-ის start-ში. რატომ ნულიანი? აზრზე არ ვარ. თუ მინდა line-ის ბოლოში გადავიდე, ვაწვევი shift A-ს და ვალა, უკვე ბოლოში ვარ და შემიძლია დავიწყო აი აქ წერა. ასევე ყველაზე კარგად რაც დავმახსოვრდა არის აი ეს საკმაოდ გამოსადეგარი ნავიგაცია, რომელიც ესე იგი იჭერს სიტყვის დასაწყისს და დასასრულს. აი მაგალითად, B-ი შემიძლია დავბრუნდე T-სთან, E-ი ისევ T-სთან, იმიტომ რომ T და T ორივე არის აი ამ კონკრეტულად ტექსტ სიტყვის დასაწყისი. B-ი ასევე C, E-ი M და ესე ძალიან მარტივად შემიძლია ეს ნავიგაცია გავაკეთო. ხო, ასევე თუ მინდა მთლიანი კოდის ან ტექსტის თავშავი და ვაწვევი double G-ს და ვარ თავში, ბოლოს ჩამოსვლა აღარ მახსოვს, გონი G-ით არის უბრალოდ. ხო, ასევე კიდევ ვისწავლე scroll-ი, shift-ით და ბრეკეტებით, აი ესე შემიძლია სწრაფი ნავიგაცია და თუ დოკუმენტი დიდია ჩამოსკროლავს, აბზაცს შორის აკეთებს აი ესე გადასვლებს. ხო, ასევე copy paste ვისწავლე, მაგალითად, აი with, როცა გადავალ visual mode-ში, მაგალითად, აი მოვასელექტებ ამას, Y-ით არის დაკოპირება, შემდეგ გადავალ insert mode-ში და თუ მინდა ჩავფეისოთ, დავბრუნდები normal mode-ში და დავაწვევი P-ს. ეს იყო copy paste. დავხარჯე რამდენიმე წამი. ნამდვილში ერთი წამიც არ უნდა დამეხარჯა. მაგრამ ძველი Vim-ის, ასე ვთქვათ, პროფესიონალი ხალხი და უხუცესები ამბობენ, რომ როცა ეს სისხლში და თითებში გაგიჯდება, ამას გაცილებით სწრაფად გააკეთებ, ვინდრე Ctrl+C და Ctrl+V-ა, ან Command+C და Command+V. ამიტომ მე არ უნებდები, მე ვცდილობ, რომ გავუგო ამ ყველაფერს და ვნახოთ რამდენად ჩაჯდება ის ჩემში.
როგორც იცით, მე ვიყენებ VS Code, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები VS Code-ის extension-ების გადმოტანას და NeoVim-ზე კეთდება და აქ პლაგინები, ესე იგი ეს არის ჩემი ფავორიტი თემა, რომელსაც ზოგადად VS Code-ზე ვიყენებ, ეხლა შევეცადოთ და დავაყენოთ Vim-ისთვის. ვაუ, ეხლა გავარკვიე და საკმაოდ ბევრი თემა ქონია NeoVim-ს. Okay, ჩვენ config/nvim folder-ში გვჭირდება init.lua file. Lua is a powerful, efficient, lightweight, embeddable scripting language. Lua is a cross-platform software. Nice. აი ძველი ყოფილა. Okay, რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ უნდა ეხლა შევძლოთ მინიმუმის გაკეთება, რომ პლაგინების კონფიგურაცია მოვახდინოთ Vim-ზე Lua-ს გამოყენებით. ეს არის file tree, რომელიც არის ერთ-ერთი პლაგინი და საშუალებას მოგცეს აი ესე დავინახოთ ჩვენი ფოლდერები. რა თქმა უნდა, ამას შევალამაზებ. აი სწორედ ეს არის, საიდანაც ხდება უკვე სხვა პლაგინების დაყენება. ესე იგი, ეს კოდი გვჭირდება იმისთვის, რომ ესე იგი nvim tree დავაყენოთ. ეს არის lazy setup-ი, სადაც ყველა პლაგინის კონფიგურაციას ჩამოწერ. ეს არის keymap-ი, სადაც უთითებ რა კომბინაციაზე რა გააკეთოს და any ნიშნავს ანუ normal mode-ის დროს leader e ანუ space e-ზე გაიხსნას ეს file tree ოღონდ toggle-ზე ანუ ისევ და ეს არის კონფიგურაცია რომელიც default-ად თუმცა ChatGPT-მ და გარტყმაში არ არის და პირდაპირ გადმოვაკოპირე მე ხა ვასეივებ ამას nvms და ჩვენ გვაქვს error-ი. Okay, lazy საერთოდ არ იცოდა, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ჯერ check-ი თუ lazy nvm-ი დაინსტალირებული არ არის. აქ რაღაც უცნაური create user command reload და მგონი lazy path აი ეს აკეთებს, რადგან დაინახავს ეს რატომ მომაწოდა აზრზე არ ვარ და მოდით ახლა ვნახოთ რა მოხდება. Okay, გაიშვა, ეგ კაია. დავაწყობთ ესე იგი normal mode-ში ვარ space is. ესეც ჩვენი source tree, აი აქ ნავიგაცია შეგვიძლია ჩამოვშალოთ, შევიდეთ, bla bla bla. Okay, სატესტოდ გავხსნათ georgesoft.com-ის პროექტი nvim წერტილი. ჩვენ ვხედავთ უკვე source tree. აი აქ ჩვეულებრივად ახლა შემიძლია გავხსნათ ნებისმიერი კომპონენტი, მაგალითად, აი ეს. კარგი, ახლა ვეცდები მაქსიმალურად გავწურო ChatGPT და დავაყენო ყველა ის პლაგინი, რაც მე მჭირდება, ყველა ის shortcut-ი და საბოლოო რას გამოვაცვებ, ან რა გამოცხება გაჩვენებ. 24 hours later. მოკლედ, ესე იგი ეს გამოვიდა მთლიანი სკრიპტი, სადაც წერია, shortcut-ები, რომლის ალბათ მხოლოდ 40% დავიმახსოვრე. ასევე რამდენიმე თემა პლაგინებისთვის, კოდის ფორმატერი, TypeScript-ის, auto-completion-ი და მაქსიმალურად ვეცადე VS Code-ზე, რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებდი, ის გადმომეტანა. პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ ჩვენ გვაქვს OneDark თემა. როგორც ხედავთ, მოაქვს აიქონები, ზევით ტაბები შელამას და ქვევით ასევე აჩვენებს რა ოპერაციულ სისტემაზე ხარ, დროს, რომელ branch-ზე დგახარ Git-ის და ასე შემდეგ. ასევე გავაკეთე ტერმინალი ანუ ჩაშენებული იყოს ტერმინალი შეგნით, space და t საწვევი და ამოვა ტერმინალი, თუ Mac-ს ახარ Mac-ის ტერმინალი, თუ Windows-ის, ამიტომ აქვე შეგიძლია გასტარტო პროექტი, ან რაღაცეები წერო, ან bla 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 და space და t ისევ გათიშავ. Control-V გავაკეთე, მაგალითად მე თუ აქ დავწერ რაღაცას, bla bla bla. დავბრუნდები normal mode-ზე, space და მარცხენა arrow-ი არის Control-Z, space და მარჯვენა პირიქით დააბრუნებ სამცველებას. ჯერ არ დაგვიმთავრებია. შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ აი ესეთი რაღაც. Space და F-ი ძებნას, მაგალითად შემიძლია რამე ფაილი მოვძებნო, მაგალითად home page, view ფაილი. Space და double F-ი ნიშნავს სიტყვის ძებნას მთლიან, ასე ვთქვათ, პროექტში, მაგალითად compute-ით სიტყვა და მოიძებნა რამდენიმე folder-ში. ასევე გვაქვს space და L-ი, რაც ნიშნავს სიტყვის ძებნას კონკრეტულ ფაილში, title მოძებნის. კიდევ დავამატე ჩემი custom კომანდები, theme, უпростоრად DDTT, theme, ავკრიფავთ და მაგალითად moonfly და ჩვეულებრივად შევცვლით თემე, theme, night და გადავართ. კარგი იდეაში შვენივრად მუშაობს ის ყველა პლაგინი, რაც დავაყენეთ. ეხლა მჭირდება სახელი და ლოგო, რომ შეურჩიო ამ ედიტორს. ესე იგი, ლოგო და dashboard-ი შეგიძლია შეალამაზო ამ ნაწილში, სადაც არის dashboard-ი, bla 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 რაღაც და აი ესე ტრინგებით აწყობ და ედიტორის სახელია envelopიანი და მოდით ახლა ვნახოთ როგორ გამოჩნდება. და ვნახოთ ეხლა ჩვენი custom დაკონფიგურებული ჩვენი custom კონფიგურაციაზე აწყობილი Vim-ი სრულფასოვანი ედიტორია.
რა თქმა უნდა ეს ავტორთა GitHub-ზე და რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება. აქ არის აღწერილი ყველა keymap-ი, რაზეც გავაკეთე, ყველა shortcut-ი, რაზეც გავაკეთე კონფიგურაცია, კომანდები, თუ რისთვისაა, რა ფიჩერები აქვს, screenshot-ები და რა თქმა უნდა დაყენების ინსტრუქცია. მაქსიმალურად ვეცადე, რომ web developer-ებისთვის მომერგო და ყველა ის პლაგინი და extension-ი გადმოვიტანე, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც რეკომენდირებულია სანამ ამას ჩამოკლნავთ და აყენებთ და გამართავთ ზოგადად Vim-ი დააყენოთ და ისწავლოთ Vim-ი.